პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. ტესტის დახმარებით იპოვა ბიოლოგიური და. სანამ ტესტის პასუხიც მოვიდოდა, ვამბობდი, რომ ნინო ჩემი და იქნება, იმიტომ რომ მგავს. შემდეგ კიდევ ერთი და, შემდეგ ძმა, კიდევ ერთი ძმა, მამა, დედამ, რომელმაც გამაჩინა და უარი თქვა ჩემზე. ან ეს ქალბატონი იყო რავია სალახობა, ან ვიღაცა მისარგებლა მისი სახელი და გვარით. შენ შვილი დაიფიცა რომ შენ ძმას არ იტყოდი რომ შენი ძმა? ანუ ყველას ეკონდა რომ სახლიდან წახვიდოდი? ჩხუბის დროს დედაჩემს წამოაწახა უნაყოფო, უშვილო, уваργისო. ანუ ეს ყველა ქალბატონი ერთდროულად იყო ორსულად რუდოლფ გელაშვილისგან. ერთ-ერთი მეზობელი გამოცუნცულთა ეზოში და ბოლო ხმაზე ყვიროდა, აი, ჩემი ფულით ნაყიდი გოგო მოდის, მე ვასესხებ ბაბუამის ფული. მე იმდენი გრძნობა მქონდა არეული ხმაში და ეხლაც ისე ვარ. აი, მთელი ცხოვრება მოლოდინში ხარ და მე უცებ გამოჩნდება ამდენი ვიღაცა. ერთს ეწებდა, რა ვიცი, ხუთი გამოჩნდა ჯერჯერობით და კიდე კაცმა არ იცის რამდენი გამოჩნდება. რუდოლფი მიყვარს. მართლა. მაგრამ ვერ პოულობთ დედას. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ. დღევანდელმა ჩვენმა სტუმარმა ტესტის დახმარებით იპოვა ბიოლოგიური და. შემდეგ კიდევ ერთი და, შემდეგ ძმა, კიდევ ერთი ძმა, მამა, მაგრამ ვერ პოულობთ დედას. ამ ყველაფერს გაიგებთ ცოტა ხანში, მანამდე კი გეტყვით რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში და თუ თქვენ გსურთ რომ თქვენთვის სასურველი ინტერვიუ, ვლოგი ამ პოდკასტი ჩაწეროთ, შეგიძლიათ არეკოთ მითებულ ნომერზე. ჩვენი პოდკასტის სპონსორია ირინით რეველი, რომელიც საბერძნეთში მყოფ ემიგრანტებს თავაზობს სახლიდან გაუსროლად ამანათის გაგზავნა საქართველოს ნებისმიერ წერტილში, უფასო საკურიერო მომსახურების მეშვეობით. ირინით რეველი გთავაზობს სწრაფ და უსაფრთხო გადაზიდვებს, ამისთვის უნდა დავუკავშირდეთ მითებულ ნომერზე. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმრები არიან ნათია გოგავა და ნინო გელაშვილი. მოგესალმებით, ჩვენ პოდკასტში არის პირველი შემთხვევა, როდესაც აი ეს ნაპოვნი დები მოდიან სტუმრად და გვიყვებიან თავის ისტორიას და ნინო ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდი. ნინოს მადლობა იმიტომ რომ ნათიას ისტორიაზე გვაქვს ახლა აქცენტი გასაკეთებელი. ნათიამ გენეტიკური ტესტის მეშვეობით იპოვა დები, ძმები, მამა, მამის აცივები, მაგრამ ვერ პოულობთ დედას. ანუ ეს ხო სასწაულია. რანაირად ვერ პოულობთ, არ ვიცი. მაგრამ ნუ ვიპოვი და მინდა რომ განსაკუთრებით სამტრედიელებს მოგბართოთ ხოვნით რომ გვერდში დაგვიდგეთ თუ რატო სამტრედიელებს ამას უკვე ხანათია მოგვიყვება თავის ისტორიით. მადლობა თავნა ყველა შრომისთვის რაც გაიყეთ, როგორც დამეხმარეთ, იმიტომ რომ ბავშვობიდან მაწუხებდა ის რომ ვარ აყვანილი, მაწუხებდა ის რომ მაინტერესებდა სიმართლე, ვისი შვილი ვარ. ყავს თორე დედმამის შვილები, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ბავშვობიდან. შეიძლება ითქვას მშურდა ყველასი, ვისაც დაძმა ყავდა. და ძალიან მინდოდა რომ ყოლოდა. სულ ვცდილობდი რომ ვიღაცამ ყოლოდა დასავით, ძმასავით, მაგრამ მაინც წლები გადის, რაღაცები იცვლება და რჩებოდი მაინც მარტო. ეხლა მადლობა ღმერთს ყავს კარგი სამეგობრო და ყავს დებიც, ძმებიც, მაგრამ ბიოლოგიური კავშირი მაინც აუცილებელი იყო რომ ცოდნო და ვინები არიან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავს ვალდებულად ვთვლიდი, იმიტომ რომ ჩემი შვილები უკვე დიდები არიან და არ მინდა რომ პირველ რიგში სისხლის აღრევა მოხდეს და ვალდებული ვარ, მარტო მე არა, ყველა ვალდებულები ვართ, ვიცოდეთ ვინ ყავს დედმამის შვილები. გავარკვიოთ თან რამდენი. და მოხდა ისე რომ ჩემი სამეგობროს დახმარებით, თქვენი დახმარებით მე ვიპოვე დებიც და ძმებიც. მადლობა ამ ყველაფრისთვის. ჯერ დავიწყოთ თავიდან. სად გაიზარდე? როგორი ურთიერთობა გქონდა მშობლებთან და როგორ გაიგე რომ ხარ აყვანილი? ვიზრდებოდი სამტრედიაში. ბავშვობიდან რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ვეჭვობდი რომ აყვანილი ვარ, იმიტომ რომ არ ვგავდი ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს. მაქვს მხატვრული ნიჭი და კარგად ვარჩევ ნაკვთებს. და მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ცქერაა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ნათესაობაში არის ჭრელი თვალები, მე არც ერთ მშობელს არ ვგავდი, ამას კარგად ვხედავდი. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს და მეყვარება. რა თქმა უნდა, ეს არაფერი არ შეიცვლება. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის მათ სიყვარულში გამზარდეს, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა მყავდა თუ არა ვინმე ბიოლოგიური. და ძმა. როდის ადასტურდა შენი ეჭვები? ვიყავი ალბათ სადღაც 14-15 წლის, როცა უკვე ვადასტურებდი სხვადასხვა ფაქტებით ჩემს თავთან, რომ
ის ეჭვები რაც მქონდა იყო მართალი. ვიყავი დაახლოებით 16 წელს, როცა უკვე ზუსტად ვიცოდი. ვერც ვიხსენებ ახლა ზუსტად რა მომენტები იყო, რამ დამარწმუნდა ამ ყველაფერში, მაგრამ არავის არ უთქვა ამს? არა, არავის არ უთქვია. მაგრამ ესეთი რაღაცები იყო, მამა ჩემი იყო ფოტოგრაფი, რომელიც ცხოვრების ყველა მომენტს იღებდა. ფირზე აღბეჭდავდა და არც ერთი ფოტო არ ქონდა დედაჩემის ორსულობის. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემის გაცნობის დღიდან ქონდა ფოტოები, როცა ჯერ კიდევ ერთმანეთს ხვდებოდნენ, იქიდან მოყოლებული დედაჩემის ფოტოები ქონდა, მაგრამ ორსულობის ფოტო არ არსებობდა. მე კიდე ეჭვს მბადებდა ის ფაქტი, რომ ფოტოშიც პირველი ფოტოა გადაღებული მამაჩემის, სადაც მე პატარა ვარ ახალშობილი, ნაძვის ხე დგას უკან. ჩემ მამიდაშვილებთან ერთად ვარ გადაღებული იმ ფოტოზე და მქონდა ეჭვი, რომ ოქტომბერში არ ვარ დაბადებული. რატო? ანუ იქ ხარ რამდენიმე დღის და ახალი წელია? არა, როგორც ჩანს 1 ან 2 თვის ვარ, მაგრამ მე მეგონა რომ ეს პირველი ფოტო იყო. პირველი ფოტო არის რეალურად, მაგრამ მეგონა რომ ახალშობილს გადამიღეს. თუმცა მე ასათიანზე რომ ვიყავი და ამოვიღე დოკუმენტები, სადაც წერია რომ 5 ოქტომბერს ვარ დაბადებული. ამიტომ ეს ეჭვი გაქრა, მაგრამ ყოველთვის ფიქრობდი მაგას, რომ ეს არ იყოს ნამდვილად ჩემი დაბადების თარიღი. კიდე ესეთ რაღაცა იყო, დედაჩემი და ბებიაჩემი იყვნენ ხოლმე კონფლიქტში ბუდმივად და დედამთილი ანუ დედის. მამაჩემის დედა და ერთ-ერთი ჩხუბის დროს დედაჩემს წამოაწახა უნაყოფო, უშვილო, უვარგისო და მაშინაც ვკითხე რატოა უნაყოფო და უშვილო, იმიტომ რომ მე ხო შვილი ვარ. ნუ ყველა გაისუსა, არავინ პასუხი არ გამცა. რა ვიცი, ძალიან ბევრი პატარა მომენტები იყო, როცა ქალები საუბრობენ ორსულობაზე, მშობიარობაზე, მეძუძურობაზე, ამ თემაზე დედაჩემი არასდროს არ საუბრობდა. და ამ ყველაფერს ვიჭერდი, ვიმახსოვრებდი და ყოველთვის თვალს ვადევნებდი, ეს მეორდებოდა მუდმივად. ეს იყო ჩემი საფუძვლიანი ეჭვი იმისი, რომ მართლაც დედაჩემის ბიოლოგიური შვილი არ ვარ. როცა მე ვიყავი თვითონ ორსულო და დედაჩემს რაღაცებს ვეკითხებოდი, დედაჩემი ვერაფერზე პასუხს ვერ მცემდა, იმიტომ რომ არ ქონდა გამოცდილება. საბოლოოდ ვიყავი 18 წლის, როცა როგორც ხდება ხოლმე მეზობლები ერთობიან სხვის უბედურებაზე, სამწუხაროდ ესე მოხდა. არავინ არ იცოდა მე რო ვიცოდი ჩემი აყვანის შესახებ, მაგრამ ერთ-ერთ სუფრაზე, სადაც ბევრი ადამიანი იჯდა, დაახლოებით 30 ადამიანი, იქ ერთ-ერთმა მეზობელმა მითხრა, რომ აი როგორ ეტყობენ ათიას, რომ აყვანილია, რომ არ არის ნაირას შვილი, იმიტომ რომ ნაირას არ გავს. ხალხში. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა არ გავს, იმიტომ რომ აყვანილია. ძალიან დიდი თანხა გადაიხადეს ამ ბავშვში, რომ იყიდესო, მაგრამ გაამართლაო, კარგი გოგოაო, თან ესეცნაირად და ყველა ისე მიყურებდა, რომ ეგონათ, ანუ ზოგადად გაბრაზება მეხერხება. და ყველა იყო იმის მოლოდინში, რომ წამოხვდებოდი, რაღაცა ისტერიკას ავტეხავდი, რაღაცების გარკვევას დავიწყებდი, მამაჩემიც იჯდა იმ სუფრასთან ნასვამი. მაგრამ ერთადერთი რაც მე ვთქვი, ის უფრასთან იყო ის, რომ ამ თემაზე ჩვენი ქარ უნდა გვესაუბრა სახლში, როცა მე გავხდი 18-ის და უნდა ეთქვა ჩემთვის მშობლებს ეს ყველაფერი. და იმ ქალმა რატო გითხრა? იმ ქალს ჰქონდა ძალიან ცუდი ზრახვები. თავიდან ვერ მივხვდი. სამწუხაროდ ის ქალი ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანის ოჯახის წევრია. ამიტომ არ დავასახელებ სახელს და გვარს, ჩემ ახლობლებმა იციან. მას უნდოდა ჩემს ოჯახში, ანუ მე მქონდა არეულობა ოჯახში, სახლიდან წავსულიყავი. მას ეს სჭირდებოდა. ანუ ჩემს გამო მქონდა რაღაც გეგმები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ზუსტად ეს გეგმები, ეს შეხედულება მქონდა ყველას, ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს. ანუ ყველას ეგონა რომ სახლიდან წახვიდოდი? კი, ყველა დარწმუნებული იყო, ბავშვობიდან მესმოდა ხოლმე. როცა სკოლაში მივდიოდი, ან მოვდიოდი, ძალიან ბევრჯერ გამიგია ლაპარაკი, აი თითქოს შუმად საუბრობდნენ მეზობლები, ზოგი ეზოში, ზოგი ჩამომჯდარი სადღაც ჭიშკართან, რომ აი ეს ისეთი ქალის შვილია, რომ ეს ვერ იქნება კარგი გოგო. ეს დედამ გაყიდა. ესეც იგივეს გააკეთებს. მაგრამ არ გჯეროდა. მე ყველაფერი ეს გულს მტკენდა ძალიან და ეს იყო ჩემი ცხოვრების მთელი ცხოვრების ტრავმა. და დღესდღეობითაც არის, იმიტომ რომ მე არ ვიცი ვინ არის დედაჩემი. ისეთმა ქალმა გააჩინა, რომ კარგი გოგო ვერ იქნება, რას ნიშნავს, როგორმა გაგაჩინა? ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა სავარაუდოდ ის ქალი. და ეს იცოდნენ მეზობლებმა ვინ იყო დედა? მე არ მეკითხია ეს მეზობლებისთვის, მე არ დამივლია. ცოცხლები არ არიან ეს მეზობლები, როგორ არა, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ მეუბნებიან. საცხოვრობენ რა ქუჩაზე, სამტრედიაში? სამტრედიაში არა, მე გადავედი სოფელში საცხოვრებლად. და სოფელში ხდება. რომელ სოფელში? სოფელში? სოფელში, ქოლობანი.
ქოლობანი, სამტრედიის აბაშის რაიონი, სოფელი ქოლობანი, თუ გიყურებთ ახლა ძალიან ვთქვით ყველას რომ შეგვეხმიანონ და რამე ინფორმაცია თუ აქვს მოგაწოდონ. საიდან უნდა ცოდნოთ ახლა ამ სოფელში შენი ბიოლოგიური დედა? ყველაფერი იცოდა, მეც ვიცოდი, რამდენი აყვანილი ბავშვი იყო სოფელში. ბიოლოგიური დედა ვინ იყო შენი? საიდან უნდა ცოდნოთ სოფელ ქოლობანში? მე როგორც ვიცი, ის ქალი, ანუ ჩემი ბიოლოგიური დედა ცხოვრობდა სამტრედიაში გარკვეული პერიოდის მანძილზე. ნახე ამას მე მივადგებით, მაგრამ რა რეპუტაციით სარგებლობდა ამ სოფელში საიდან უნდა ეს უნდა თქვა მამას? სამტრედი და ქოლობანი არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს. ჩვენ ყველაფერზე დავდიოდით სამტრედიაში, ტრანსპორტით, ანუ თუ მგზავრობა გვინდა თბილისში თუნდაც, ან ბაზარში, ან რა ვიცი, ყველა ღონისძიებაზე რაც ტარდებოდა, ყველაფერზე დავდიოდით სამტრედიაში. ანუ ერთ-ერთი ტრანსპორტი ჩვენი სოფლიდან მიდიოდა სამტრედიაში. ყველა ზოგი იქ მუშაობდა, ზოგი იქ სწავლობდა, ზოგი, ну რა ვიცი, სხვადასხვა საქმეზე ყველა დავდიოდით იქ. ამიტომ სამტრედი და ქოლობანი უფრო ახლოს იყო ერთმანეთთან, ვიდრე სხვა ნებისმიერი სხვა სოფელი ან ქალაქი. გასაგები. ამიტომ ყველას იცნობდა. ძალიან ბევრი სამტრედიელი ჩვენ სოფელში ცხოვრობს, ან პირიქით აქ ჩვენგან სამტრედიაში გადაცხოვრდნენ, ან დაოჯახდნენ, ამიტომ ეს ისეთი რაღაც არა. როგორც ერთ სოფელში ყველა ერთმანეთს იცნობს, ისევე იცნობენ სამტრედიაში ერთმანეთს, ჩემი სოფლიდანაც და ისევე სამტრედიდან ჩემ სოფელში. ამიტომ, ну, ესე ამბობდნენ, მაგრამ მე რეალურად არ ვიცი ის ადამიანი ვინ იყო. და ესეთ რაღაცას რომ ამბობდნენ შენ ზურგს უკან შენზე, მაშინ კითხვა არ დაგისვამს მშობლებისთვის, რომ რატო ლაპარაკობენ ჩემზე ესე. როცა ეს ამბავი გავრცელდა, როცა მთელმა სოფელმა გაიგო, რომ მე გავიგე რომ აყვანილი ვარ, მეორე დღეს ჩემი მშობლები დაჭდნენ და მითხრეს, რომ ხო, ჩვენ აგიყვანეთ, გაგზარდეთ 3 დღის იყავი, როცა მოგიყვანეთ, შვილი არ გვიჩნდებოდა, გვინდოდა ბავშვი და შენ გამოჩნდე, რა თქმა უნდა, სიხარულით აგიყვანეთ, მაგრამ დედა ჩემმა იცით დააყოლა, რომ დედა შენ ცუდი ქალი არ იყო და ცუდად არ უნდა იფიქრო მასზეო. მე მაშინ იმდენად ბევრჯერ მქონდა გაგონილი ის, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა იყო ცუდი ყოფაქცევის ქალი და მან მე გამყიდა, რომ მქონდა აგრესია მის მიმართ. ისეთი აგრესია, რომ არ მინდოდა მის შესახებ არაფერი გამეგო და პირიქით მე თვითონ გავაჩუმე დედა ჩემი, რომ ვუთხარი დედა ჩემი ხარ შენ, მე სხვა ადამიანი არ მაინტერესებს, არავინ არ არის სხვა დედა ჩემი და იმ ქალის შესახებ არაფერი არ მინდა ვიცოდე. ეს ალბათ ჩემი შეცდომა იყო, ჯობდა მაშინ გამეგო ალბათ ყველაფერი და მაგრამ იმდენად მჯეროდა, რომ მე მართლა გაყიდული ვიყავი და არასაჭირო ბავშვი რომელიც ფულის გამო გააჩინა ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ, რომ სხვანაირი რეაქცია არ მქონდა მაშინ. ეხლა კი ძალიან მაინტერესებს, რა თქმა უნდა. ფულის გამო გამაჩინა თუ რეალურად რა მოხდა იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც ვიგებ წლების შემდეგ, რომ თურმე ბავშვებს იპარავდნენ, მშობლებს ატყუებდნენ, იქნებ მეც ვარ ეგეთი ბავშვი, რომელიც დედას წაართვეს. შენმა მეზობელმა იმასთან ერთად რომ გითხრა რომ ხარ აყვანილი, გითხრა რომ ყავს ძმა, რომელიც ცხოვრობს შენთან ძალიან ახლოს. არა, ის სხვა მეზობელი იყო. ეს კიდე სხვა მეზობელი. ანუ ეს მეზობლების შარევები შენ ცხოვრებაში ესე აქტიურად იყო. ისიც მახსოვს ძალიან ცუდად ერთი ფაქტი. როცა ჩემთან ქალთან მივდიოდი, ერთ-ერთი მეზობელი გამოცუნცულთა ეზოში და ბოლო ხმაზე ყვიროდა, აი, ჩემი ფულით ნაყიდი გოგო მოდის, მე ვასესხე ბაბუამის ფული. ანუ ეს იმაზე მეტყოლებს, რომ ადამიანებს შეგნება არ აქვთ, ვერ ხვდებიან როგორ დგნენ სხვა ადამიანს გულს. მე კი რა თქმა უნდა ბავშვი ვარ და ვიყავი მაშინ და ის ქალი ჩემთვის ლამის ბებიის ტოლა იყო, მაგრამ ანუ არ უკვირდებოდნენ რა, რას ლაპარაკობდნენ და როგორ მდგენდნენ გულს. სამაგიეროდ ყველას ისე ყველა ცხოვრება ისე განვითარდა, რომ ყველა ვისაც ვხედა, ვინც კი რამე დამიშავა, ამ ხრივ თუ სხვა მხრივ არ აქვს მნიშვნელობა, ყველას რაღაც დაემართა ჩემზე უარესი. მე არ ვამბობ, რომ ვიღაცის ცუდი ცხოვრება ან მომენტი ცხოვრებაში მიხარია, ნამდვილად არ მიხარია, მაგრამ ღმერთი სამართლიანია და ყველა მის მიიღო, რასაც იმსახურებდა. და გული მწყდება უბრალოდ იმაზე, რომ მე არ ვიმსახურებდი ესეთ მოქცევას რა ადამიანებისგან, არაფრით არ დამიმსახურებდი, არ ვიყავი უზრდელი, თავხედი, უხეში, რა ვიცი, ყველას რითაც შემეძლო ვეხმარებოდი, რა ვიცი, აბა მთელი ცხოვრება ვიყავი ყოველთვის კეთილი ადამიანი და ეს ცუდად აისახა ჩემს ცხოვრებაზე. ეს ზოგადად ესეა. მარტო შენ ცხოვრებაზე არ ასახულა, სამწუხაროდ ესეა. ნათია, მოდი ახლა ვისაუბროთ იმ ბიჭზე, რომელზეც ეჭვი გვაქვს, რომ კიდევ ერთი ძმა არის, შენი ოღონდ დედის მხრიდან. მის შესახებ ვინ რა გითხრა? ამ ბიჭზე შემიძლია ის თქვა, რომ ჩვენ გავიზარდეთ დაძმასავით, როგორც მეზობლები. გავიდა რაღაც წლები, როცა მე უკვე ვიცოდი, რომ აყვანილი ვარ. მე გავთხოვდი ოჯახში ოქმენი უკვე მყავდა ბავშვი, პირველი ბავშვი პატარა იყო ის, მაშინ ალბათ წლამდე დაახლოებით.
როცა ჩემმა მეზობლის ქალმა მითხრა, რომ საიდუმლო უნდა გამანდოს, დამაფიცა ბავშვი, რომ მე ამ საიდუმლოს არ გავთქვავდი და აქამდე ვინახავდი ამ საიდუმლოს შეძლების დაგვარად, თუ ვინმე რამე არ იცოდა, რამეს არ მკითხავდა და იყო სხვადასხვა ცუდი ფაქტები, რის გამოც მე რაღაცა გაკვირით ან შეიძლება დეტალურადაც მოვყევი ეს ამბავი, მაგრამ ისეთ ადამიანებთან ვინც ვიცოდი, რომ არაფერს არ იტყოდა. იმ ქალთან პირნათლად შევასრულე ის, რაც დავპირდი. ფიცი შევასრულე, დავიცავი ჩემი სიტყვა. მაგრამ იყო ესეთი რაღაცა, როცა მითხრა, რომ საიდუმლო უნდა გაემდო ჩემთვის და მეც დავთანხმდი და ბავშვი დავიფიცე, რომ არ ვიტყოდი ამ საიდუმლოს. პირველი რაც მითხრა იყო ის, რომ ჩემი ბიჭი არის აყვანილი, პირველი შვილი. იმიტომ რომ თვითონ გითხრა ჩემი შვილია აყვანილია? კი. იმ ქალბატონს პირველი ბიჭის შემდეგ, ვინც აიყვანა, იმის შემდეგ გაუჩნდა თავისი ორი შვილი, ბიოლოგიური. და ჩემი მეზობლის აყვანის შესახებ მე ვიცოდი, იმიტომ რომ ყველამ ვიცოდით სოფელში ვინ იყო აყვანილი ბავშვი. ხო. თავისთავად ამ ბიჭსაც ვიცოდი, რა თქმა უნდა, რომ აყვანილი იყო. მე ვუთხარი, რომ ეს ამბავი ვიცოდი. არ გამკვირვებია. მაგრამ ძალიან გამაუცა შემდეგმა ფრაზამ იმ ქალისგან წარმოთქმულმა, როცა მითხრა, რომ ისიც უნდა იცოდე, რომ ჩემი პირველი შვილი, ჩემი აყვანილი შვილი არის შენი ძმა, თქვენ ხართ დედით ერთნი. ეს ჩემთვის იყო სრულიად მოულოდნელი, ნამდვილად არ მიფიქრია, თავში აზრად არ გამივლი არასდროს არავისთან, რომ შეიძლება და ჩემი ძმა დააყოფილიყო. და მე ვიყავი ადამიანი, რომელიც სულ უცდებობდა და-ძმაზე და უცებ ვიგებ, რომ ჩემი მეზობელი ჩემი ძმაა. ჩემთვის ეს იყო სრული ისეთი შოკი და დარტყმა, რომ აი არ ვიცი. წლების მანძილზე მე იძულებული ვიყავი. ამ ბიჭისთვის შემეხედა ისე როგორც მეზობლისთვის, იმიტომ რომ მე პირობა მივეცი, იმიტომ რომ მე შვილი დავიფიცე. შენ შვილი დაიფიცე, რომ შენ ძმას არ იტყოდი, რომ შენი ძმაა? კი. იქ რატო არ უთხრა თვითონ თავის შვილს? ის ქალი გარდაცვლილია და სამწუხაროდ თავის შვილს არ უთხრა სიმართლე. ამ ბიჭმა არ იცის აყვანილი რომ? არ იცის. შენ არ გითქვამ შენი ძმისთვის, შენი ძმა რომ? მე ვერ ვუთხარი, პირობა მაქვს მიცემული და ვერ ვუთხარი. ზუსტად ვიცით? არ ვიცით ზუსტად. იმიტომ რომ ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ ეს ქალი იყო ჩემს ოჯახში მოსული. გაუჩნდა შიში იმისი, რომ მე ვეტყოდი ჩემს ძმას, არ ვიცი რატო ჩაეთვალა ესე, რომ მე ვაპირებდი თქმას და ქონდა კონფლიქტი. ვისთან? ჩემს შობლებთან და ჩემთან. რატო? მე მუქრებოდა, რომ ცუდად მოფექცეოდა, რომ სახს გადამიწვავდა, თუ ვეტყოდი ჩემს ძმას, რომ ჩემი ძმა მოვიდა და ამბობდა, რომ არ არის ჩემი ძმა და საიდან მოვიტანე. ამიტომ ამიკრძალა ამ თემაზე საუბარი და გაგვიფუჭდა ურთიერთობა. და რა საპირებ, ანუ ერთადერთი გზა ამ შემთხვევაში ბიოლოგიური დედის მოძებნის არის ეს? მე ვერ ვეტყვი. პირობა მაქვს მიცემული. თან არ ვიცი როგორ რეაქცია ექნება. ეხლა ყავს მეუღლე და ელოდება ბავშვს. და ჩვენ არ გვაქვს უკვე ისეთი ურთიერთობა, როგორც ადრე გქონდა. თუნდაც ის მეზობლური კარგი დაცმული ურთიერთობა. გენეტიკური ტესტის გაკეთების შემდეგ შენ უეცრად პოულობ დას, დიანას. აქვე ავწმუნდა ნავახსენო ელი, სალომე, შორენა, კიდე სალომე, ვინც აი ესე ჩართული იყო შენ დახმარებაში. იკეთებ გენეტიკურ ტესტს, ხსნის ამ ტესტს შენი შვილი და ჩანს ნახევარ და დიანა. რა ხდება? ჩავთეთ ლაივი, პირველი ელი ყვიროდა, ნათი გილოცა, დაიპოვე. მე სხვა დანარჩენებს ჩაერთნენ შენს მას შორის. ყველა მილოცავდა, მე კიდევ ვერ ვიჭერებდი. რომ მართლა დამყავს. ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა, მაგრამ კიდე მიჭირდა დაჯერება. ჩემ ბიჭს იმდენად დარწმუნებული იყო იმაში, რომ მე ძალიან მიხარდა, უბრალოდ შოკში ვიყავი და ვერ გამოვხატავდი ემოციებს. ზუსტად იცოდა, რომ ძალიან მიხარდა. უბრალოდ თავშეკავებული ვიყავი შედარებით და მაშინვე ანუ ღამის 2 საათზე მეუბნება ჩემი შვილო, გილოცავ, რომ დაიპოვე, როგორ გინდოდა, როგორ ეძებდი. გინდა წავალ-ტორც მოვიტან, აღნიშნოთ. მართლა ძალიან მინდოდა ჩემი ბედნიერებისთვის ეს აუცილებელი იყო, როცა მთელი ცხოვრება ოცნებობ იმაზე, რაც თურმე გააქვს და არ იცი უბრალოდ. ძალიან ისეთი მომენტია რა, საოცარი მომენტი იყო. მე ვწერდი, რა თქმა უნდა, ვიპოვე დიანა, ვწერდი. სამი კვირა ვწერდი დიანას და კონტაქტი არ გამოდიოდა, ყველა ვწერდი და ნუ როგორც იქნება. პასუხს ვერ ვიღებდით. ხო, როგორც იქნება გვეპასუხა და გვეყვება აი
საშინელ ისტორიას. ოღონდ ჯერ არ ვიცით დიანა დედის მხრიდან არის ნათიას და თუ მამის მხრიდან. დიანა გვიყვება რომ როდესაც იყო 2 თვის დედამისი დაიჭირეს, რომ ის გაიზარდა ბავშვთა სახლში, რომ მამა არის რუდოლფ გელაშვილი და რომ დედა არის საშინელი ადამიანი. კი. მამაზე მას ჰქონდა ესეთი ინფორმაცია, რომ მამა იყო ქირურგი, ცნობილი ექიმი და ეს მართალი იყო თუ მოიტყუა. მან იცოდა ესე თავისი გამოსახედისგან. მართლა ესე იცოდა. დედაზე იცოდა, რაც იცოდა და როგორც ახსოვდა დედამისი, იყო კრიმინალი. ძალიან ცუდი და საშიში ადამიანი. მაფრთხილებდა რომ ამ ქალს არ დავკონტაქტებოდი, იმიტომ რომ ჩემთვისაც შეიძლება ზიანი მოეტანა. მაგრამ რადგან არსებობდა ის ეჭვი, რომ შეიძლება დიანას დედა ჩემიც ყოფილიყო, მე აუცილებლად უნდა მეპოვა ეს ქალი და უნდა დავკონტაქტებოდი. სხვათა შორის ვიპოვეთ ქალბატონი ლუბა, რომელიც აღმოჩნდა უსაყვარლესი, უსაყვარლესი ადამიანი, რომელსაც მართლა ისეთი პრობლემა შეექმნა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს შექმნოდა და არის ეჭვი, რომ ლუბას დაპატიმრება იყო მამის სხვა ცოლის დახმარებით. იმ სხვა ცოლამდეც მივალთ. თუმცა ლუბას დახმარებით გავიგეთ, რომ მამა არის რუდოლფ გელაშვილი და მას ყავს 3 შვილი. პირველი მეუღლისგან. ერთ-ერთი არის ნინო. გამარჯობა. ნინო აღმოჩნდა იმდენად სპირიტ და საყვარელი ადამიანი, რომ როგორც კი დაურეკე და უთხარით, რომ ნინო კიდე ერთი დაგყავთ, ისე მარტივად, ისე მშვიდად და ისე ბედნიერებით შეხვდა ამ ამბავს, რომ ყველა შოქში ვიყავით. ხო და ეხლა შენ გითხარი ნინო, როგორ შეხვდი ამ ახალ აღმოჩენას და რამდენად მარტივი იყო შენთვის კიდევ ერთი დის მიღება. ვიცოდი ახლა დიანა რო იყო ჩემი და გაგებული მქონდა დედამისიც იყო მოსული ჩვენთან რამე დედა ჩემთან კონტაქტი ჰქონდა 1-2 მოსვლით. ვიცოდი რომ დიანა იყო და მირეკა ჩემ გოგომ და მითხრა დედა გეძებენო და დაგყავსო. და დიანა გეგონა რო გეძებდა? კი, დიანა მეგონა. ნათია. კი. და და მის შესახებ არანაირი ინფორმაცია შენ არ გქონდა. არა, ნათია მე გავიცანი თქვენ რო დამიკავშირდით. რომ შემატყობინეთ, რომ ნათია არის თქვენი და გაცნობა რომ უნდა და მაშინ მაგრამ ნათიას შესახებ არავის არანაირი კავშირი არ მქონდა, არაფერი არ მქონდა გაგებული საერთოდ. თუმცა გაგებული ქონდა დიანაზე? კი, დიანაზე. და გაგებული ქონდა კიდევ ერთ ძმაზე? კი, ბაჩანაზე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. ხო. ნათიას შვილი. ეხლა რა ხდება? დიანას დედა იყო ნინოს დედასთან მისული, ურთიერთობის გასარკვევად და იმის გასაგებად მამა იყო თუ არა გაშორებული მეუღლეს და მაშინ ეგრეთ გაიგო რომ მართლა გაშორებულები იყვნენ, მე მართლაც ვთქვა დაიწყეს ურთიერთობა, ანუ ლუბა აბსოლუტურად ისე ადეკვატურად და ეს კარგად მოიქცა, როდესაც მის პირველ მეუღლესთან გაარკვია ეს ყოველი ისტორია ძალიან მიჭირს ახლა ამ ისტორიის ეს ჩაშლა, იმიტომ რომ იმდენად დიდი ხანი ვერ ყვეოდით ჩვენ თვითონ რომ არ ვიცი როგორ გადმოვცემ მარტივად და მოკლედ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ჩავატევთ ერთ პოდკასტში ამ ისტორიას. ისტორია არის ესეთი. ნინოს მამა რუდოლფ გელაშვილი იყო დაოჯახებული და პირველი მეუღლისგან ყავს 2 გოგო და ბიჭი, ჩემი თანამშრომელი, რომელზეც არ ვიცოდით რომ ნათიას ძმა იყო. ნინოს მამამ შემდგომ ცოლად მოიყვანა ლუბა და ორსულ მეუღლესთან ერთად, ლუბასთან ერთად მისული იყო თავისი მეგობრის, ჩემი მეზობლის სახლში, იური კაპანაძის სახლში, რომლის მამასაც ქვია აური. და აი ამ კაპანაძეების სახლში, რომელიც არის წყნეთის ქუჩაზე მე-11 კორპუსში, უნდა დავასახელოს, იმიტომ რომ იქნებ ვიღაცას ეწროს საბავი, ამ სახლში გაიცნო ნათია ჩიტია. სამტრედიელი გოგონა, რომელიც ასევე დაორსულდა მისგან. ანუ ორივე ქალბატონი ერთდროულად არის მისგან ორსულად. ცოლად მოიყვანა ნათია ჩიტია და რამდენიმე თვეში ლუბას იჭერენ. ეხლა რა ხდება? ნათია ჩიტიამ, ლუბამ და ჩვენი ნათიას დედამ სამივე ერთ წელს გააჩინეს ბავშვები. ანუ ჯერ არის დაბადებული დიანა 1992 წლის აგვისტოში, მერე არის ნათია 5 ოქტომბერს და მერე არის ბაჩანა 15 დეკემბერს. ანუ ეს ყველა ქალბატონი ერთდროულად იყო ორსულად რუდოლფ გელაშვილისგან და ყველა ქალბატონმა გააჩინა ერთ იგივე წელს, მაგრამ უცნაური არის შემდეგი რაღაც. ნათია ჩიტიას ოჯახი არის წარმოშობით სამტრედიდან,
ნახალოკარი ესეთი უბანი, სადაც ცხოვრობდნენ. ნათია ჩიტია სამწუხაროდ 2008 წელს რუსეთში გარდაიცვალა, თუმცა მას ჰყავს ძმა გია ჩიტია, რომელიც დღემდე სამტრედიაში ცხოვრობს და მუშაობდა რკინიგზაში და იქნებ ვინმეს ეცნობს ეს ისტორია და დაგვეხმაროს და როგორღაც გაგვარკვიოს და გიას ჰყავს ორი და რომელიც ცხოვრობს თბილისში. რუდოლფს შეხება სხვა გადაკვეთა სამტრედიასთან არ ქონია როგორც ჩვენ ვიცით. თუმცა ამასობაში მისგან ნათია ჩიტიას გარდა სულად არის ლუბა, როგორც უკვე აღნიშნე, რომელიც სამტრედიასთან არანაირ კავშირში არ არის და მისგან ორსულდება ნათიას დედა, რომელიც იმ წუთას ცხოვრობდა სამტრედიაში. ეხლა რა მაინტერესებს, აი იმ პერიოდში მამაშენი ნინოსგან უნდა გავიგოთ ეხლა ეს ამბავი და ლუბასგან სამტრედიაში ჩადიოდა რომ თქვა დედასთან გადაკვეთა ქონოდა? მაშინელი ამბები არ ვიცი, მე მხოლოდ ის ვიცი რომ ჩემი ანუ ლუბას არ უთქვამს? ლუბას ხო შეხვდი და მოგიყვა ყველაფერი. ლუბას არ უთქვამს რომ თქვა ჩადიოდა. ლუბამ მოგვიყვა რომ ჩვენ ჩავდიოდით სტუმრადო სამტრედიაში ვიღაცების ოჯახში რა ახლობლებთან, კიკნაძეებთან ჩავდიოდით ხოლმე სტუმრადო. მაგრამ ჩემ ბიოლოგიურ დედასთან როგორ შეიძლება და ქონოდა კავშირი, მაგას ვერ ხვდებით. რუდოლფი მიყვარს. მართლა, იმიტომ რომ ამას ხა მართლა მოხერხება ხო ჭირდება. და ამ ყოველივეს რუდოლფის მიცემული აქვს საკუთარი გვარი დიანასთვისაც და ბაჩანასთვისაც. მაგრამ შენთვის არა. ანუ შენ შესახებ სავარაუდოდ არ იცოდა? როგორც შესაძლებელია. ნინო, შენ რა ინფორმაცია გქონდა მამასთან, როგორი ურთიერთობა გქონდა მამასთან, როგორი კაცი იყო, როგორიც იყო, გავიგეთ, ძალიან ისეთ სიმპათიური და ქალების მოყვარული, მაგრამ აი შენთან ურთიერთობაში როგორი იყო? ახლა ბავშვები და შვილები უყვარდით იმ მომენტში პატარები რო ვიყავით, მისვლა-მოსვლა გქონდა, მაგრამ მე დედაჩემმა რატომღაც დაგვაშორა, რომ იტყვიან, არ უნდა რომ ხშირად ევლო და ჩვენც ერთი-ორჯერ შევხვდით რა, ერთი-ორჯერ პატარაობის ასაკში ეს მესამე-მეოთხე კლასში რო ვიყავით და ბოლოს ჩემი ძმა რომ მიდიოდა სამხედროში, მაშინ შევხვდით. იმის მერე აღარ მინახია, მაგრამ შენ ნანახი გყავს მამა ჩემ მეზობლად კაპანაძეების ოჯახში, სადაც მამასთან ერთად იყვნენ ლუბაც და ნათია ჩიტიაც. კი, ერთად მიგვიყვანა მამამ რო წაგვიყვანა იმ პატარა ასაკის პერიოდებში და მიგვიყვანა და ლუბა და ნათია იყვნენ ერთად. და თან ესე გაგვაცნო მამამ რომ ესენი დაქალები არიან. მაგრამ ლუბა ამბობს დაქალები არ ყოფილან ის და ნათია, ხო? ლუბას თქვით ნათიასთან მეგობრობა არ ქონდა ლუბას. ხო. ანუ ჩვენ როგორც ლუბასგან ვიცით, ნათია იყო ჩამოსული ნათესავთან, სამტრედიიდან აქ სწავლობდა. ზუსტად ჩემეზობლად და ეხა ქმარს ანუ რუდოლფს მიყავდა ხოლმე ლუბა თავის მაგაცის სახლში. ანუ არ არის გამორიცხული რომ ნინო შესწრებოდა ამ ისტორიას და ამ ამბავს, იმიტომ რომ თავის ძოლი მიიყვანა ხაც მაგაცის სახლში, სადაც იყო ნათიას. და ასეთ არ ცოდნოდა რომ თქვა ნათია ორსულად იყო, ხო? ბავშვი რას მეხვდებოდა? ნუ ხო, მით უმეტეს. ეხლა რა ხდება? ამ ისტორიის გაგების მერე ჩვენ ვუბრუნდებით ნათიას, ჩვენი ნათიას ამყვარ მშობლებს. და მამა გვიყვება ესეთ ამბავს. მამა ჩემი ყვება, რომ გაიცნო ერთი რუსის ქალბატონი, რომელიც ჩამოვიდა რუსეთიდან და არ ვიცი რატომღაც ახლად გაცნობილ ადამიანს ეუბნება, რომ ორი თვის ორსულია. მამა ჩემმა მითხრა, რომ არ ეტყობოდა მუცელი, ანუ ორსულობა არ შეიმჩნეოდა ამ ქალბატონზე. მაგრამ უბრალოდ რა ვიცი ინფორმაციის დონეზე ესე გავრცელდა რომ ის ქალი იყო ორსულად. შენს მამა ჩემს კი. მამა ჩემს ქონდა ამ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა. ეს ქალბატონი მე რაღაც პერიოდი დაიკარგა. მე მამა ჩემს უთხრეს რომ რახან შვილი საყვანა უნდა და არის ერთი გოგო. ლამაზი, ჯავრთელი და თუ აიყვანდა მამა ჩემი. მამა ჩემი რა თქმა უნდა დათანხმდა სიხარულით, იმიტომ რომ ბავშვი უნდათ და მე მიყვანეს მე 3 დღის ოქტომბერში მიმიყვანეს სახლში. როცა მამა ჩემმა მე მიმიღო ოჯახში, მაშინვე თან მიაყოლეს წერილი, სადაც ეწერა დედის ხელწერით, რომ ბავშვზე აფობდა უარს. და ეს ხელწერილი, ეს ქალი აღმოჩნდა ის ქალი, ვინც რამდენიმე თვით ადრე ჩამოვიდა რუსეთიდან სამტრედიაში, რატო არავინ არ იცის. და მამა ჩემმა მაშინ გაიგო იმ ხელწერილში ეწერა დედის სახელი და გვარი,
იყო რავია სალახოვა. რავია სალახოვა. რავია სალახოვა რუსეთთან ჩამოსული ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ რავია სალახოვა დაორსულდა რუდოლფისგან და რუდოლფი იმ პერიოდში ხო საქართველოში ცხოვრობდა. ანუ შესაბამისად ფიზიკურად რავია სალახოვას ვერ გაიცნობდა მამა რუსეთში. ანუ რავია სალახოვა ან დაორსულდა თბილისში და ჩავიდა სამტრედიაში, ან მამა იყო ჩასული, რუდოლფი იყო ჩასული სამტრედიაში თავის მეუღლის ოჯახში და იქ შემთხვევით მოხდა რავიას გაცნობა. და მისგან დაორსულდა რავია. ეხლა ვინ არის რავია? და რა უნდა იცოდეს ხალხმა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ ამ ყველაფრის დახმარებაში. მე რამდენადაც ვიცი, მამაჩემის მოყოლით. რავია სალახოვა იყო ახალგაზრდა გოგო, რომელიც დაორსულდა არა ქორწინებისგან. და იმის გამო რომ ამის გამო დასჯიდა არ მიიღებდა მის შვილს და თვითონ მას არ მიიღებდა, გამოიპარა სახლიდან. მე რამდენადაც ვიცი ინფორმაცია, ეს იყო ტატარსტანიდან და გამოიქცა საქართველოში, რომ ემშობიარა აქ და ისე წასულიყო მე თავის. არა, ეს წყვილია. ნუ ესეთ ინფორმაცია ვიცი მე მამაჩემისგან. ხო, აბა რანაირად? მამაჩემიც სავარაუდოდ მოატყუა. თავისთავად. მაგრამ ერთ-ერთი რაც ვიცი, ის ვიცი, რომ დედამ, რომელსაც გამაჩინა და უარი თქვა ჩემზე, ან ეს ქალბატონი იყო რავია სალახოვა, ან ვიღაცა მისარგებლა მისი სახელი და გვარით. კარგი, ეხლა რავია სალახოვას შესახებ. გადის რამდენიმე წელი, რავია სალახოვა არის სამტრედიაში, ეძებს სამსახურს და მოვიდა მამაშენთან. მალევე როცა მე მამაჩემმა მიშვილა, მალევე გამოჩნდა ეს სალახოვა მამაჩემთან, უკვე მუცლის გარეშე. მაგრამ მუცელი არც მანამდე ხონდა და არც მერე. არც მანამდე უნახე არავის მისი ორსულობა. გამოჩნდა და მამაჩემს სთხოვა დახმარება სამსახური რო ეპოვა მისთვის რამე. შეეთავაზებინა. მამაჩემიც დათანხმდა და მისცა რაღაც სამუშაობდა მამა. მამა იყო ფოტოგრაფი. მაგრამ სამტრედიაში. მამა მუშაობდა კეცხოველის ქუჩაზე მდებარე ფოტოატელიეში. და თავისთან დააწყებინა მუშაობა შენ ბიოლოგიურ დედას, რომელიც აფერადებდა გარდაცვლილი ადამიანების შავ-თეთრ ფოტოებს. კი. ვიღაცამ ხომ დაიცოდეს ახლა ამ ქალის არსებობა სამტრედიაში, კეცხოველის ქუჩაზე, რომელზეც იყო ეს ფოტოატელიე, რავია სალახოვა. მე როგორც ვიცი, იყო მხატვარი, კარგად ხატავდა. მამაჩემსაც ჰქონდა რაღაც ნახატი, მაგრამ მე დაკარგა. როგორც ვიცი, კარგად ხატავდა. ეხლა ჩვენი 1000 სერიანის 1001 სერია. რავია სალახოვა მიდის იმ კაცთან სამსახურის სათხოვნელად, რომელსაც მიაშვილა ბავშვი, მაგრამ არის ის, რომ მისი შვილი არის იქ. კი, მამაჩემ მითხრა, რომ როცა უკვე ვნახე და სამსახურში ავიყვანე, ბავშვზე არაფერი მიკითხე და რა თქმა უნდა არ ვუთხარი, რომ მე მყავდი აყვანილიო. რომ მისი შვილი იმის შვილს მე ვზრდიდიო. შენი სავარაუდო ძმა, რომელიც შენთან ერთად გაიზარდა, რამდენი წლის არის, როდის არის დაბადებული? ჩემს შემდეგ დაიბადა წელიწადნახევრის შემდეგ დაახლოებით. და რავია რამდენი ხანი მუშაობდა მამაშენთან? მამა ჩემი ამბობს, რომ სადღაც 1-2 წელი ცხოვრობდა სამტრედიაში. და 2 წელი თუ ცხოვრობდა ეს ადამიანი სამტრედიაში და 2 წელი თუ მუშაობდა მამაშენთან, მამაშენი ვერ შეამჩნევდა, რომ ორსულად იყო ბიჭზე? მუდმივად არ იყო. როცა აძლევდნენ შეკვეთებს, მოდიოდა მიქონდა და მე აბრუნებდა, მაგრამ კი ბატონო, მაგრამ ეხა მუცას ხო შეამჩნევდა? წესით უნდა შეემჩნია, მაგრამ ვერც პირველი შეემჩნია და სავარაუდოდ ვერც მეორე შეემჩნევდა. რატო აკრული ქონდა? არ არის გამორიცხული. და ნახდათ რავია დედა? ეგ არ ვიცით. ჩვენ ვისაც ვკითხეთ სამტრედიაში ეს ქალი და ეს ამბავი, არავინ არ იცის რავია სალახოვა. შეიძლება არის და ჩვენ ვერ გავედით ჯერჯერობით კვალზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არავინ არ იცის. მაგრამ კარგი, იმუშავა 2 წელი მამასთან, მერე საწავიდა. მე უბრალოდ ადაგა გაქრა. მამა ჩემი ამბობს, რომ ალბათ წავიდა ისევ რუსეთში, ან თავის მამამისთან ალბათ. არ ვიცი. არ იცის, მე საწავიდა, არ იცის. მამა ჩემიც მე არ იყო საქართველოში და არანაირი ინფორმაციას არ ფლობდა იმ ქალის შესახებ. ვინმე თუ ცხოვრობთ ამ ტერიტორიაზე, ან თუ მუშაობთ, ან რამე ყური მოგიკრავთ, ძალიან გთხოვთ შეგვიხმიანეთ რა. ვეძებთ სავარაუდოდ რავია სალახოვას, თუმცა შეიძლება საერთოდ არ იყოს რავია სალახოვა დედაშენი. ანუ აბსოლუტურად არ არის გამორიცხული. რამდენი შემთხვევა გვინახავს, რომ თქვა სხვა ადამიანმა გააჩნია და სხვის სახელს და გვარზე ჩაწერეს. ამაში დარწმუნებული ვერ ვიქნებით, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით დედა არის რავია სალახოვა.
დარწმუნებული ვერსიით ვიცით რომ მამა არის რუდოლფ გელაშვილი, რომელიც ცხოვრობდა თბილისში, პლეხანოვს. ნინო ეს გამორჩეულად გიყვართ სხვა დედმამიშვილისგან? მაინც დავიგეთ და კარგად მიმიღო ნინომ. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი. არ ვიცი კიდე ვინ გამოჩნდება, მაგრამ არ ვიცი. ძალიან სხვანაირი ადამიანია. ჩემ გულთან ძალიან ახლოს არის. როგორი იყო პირველი შეხვედრა? მე ცოტა ისეთი არ მქონდა მოლოდინები, ძალიან დაბნეულიც ვიყავი, გაბრაზებულიც ვიყავი. აი როგორ გითხრა, ელაპარაკის თავი არ მქონდა. მაგრამ ნინომ ისეთი ემოციები ვერ შეიკავა. მოვიდა, ჩამეხუტა მეფე რამ კოცნა, იტირა, მე მეცალყევი, იმიტომ რომ მეც ფიზიკულიანი ხო არა ვარ ხო. მე ჩემზეც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდეთ, ეხლა დარწმუნებით არის თუ არა ჩემი და არ ვიცი ეს ემოციები რატო ქონდა ესეთი მართლა უგრძნობდა ეთყობა გული არ ვიცი. რატო ქონდა ესეთი ემოციები? არ ვიცი ქონდა, მაგრამ მე ერთი შემიძლია ვთქვა წინაგრძნობა მაქვს რაღაცნაირი ხა ბებიის მხრიდან მაქვს ესეთი რაღაცა რომ გულში რო აი რაღაცა უცბად მომივა გამიელვებს რომ ეს შენიანია უნდა ამისრულდეს და ესე ვიყავი ნათიაზე განწყობაზე რომ დაი როგორც კი ნახე მიხვდი რომ შენ დაიყო კი როგორც კი მითხრეს ალბათ ეგ არის მეთქი ნათია ხო იცი თან გავხართ კი აი მეც ნაკუთებით მე ვამბობდი აი სანამ ტესტის პასუხიც მოვიდო და ვამბობდი რომ ნინო ჩემი და იქნება იმიტომ რომ მგავს და ვემნებოდი კიდევაც გინდაც არ იყოს დედა ან მამა ვთქვათ ვერ გაიგო მეთქი შენ უკვე ჩემი დახარმენი შენ გრძნობდი შენი და რო იყო მე იმდენი გრძნობა მქონდა არეული და ეხლაც ისე ვარ აი მთელი ცხოვრება მოლოდინში ხარ და მე უცებ გამოჩნდება ამდენი ვიღაცა ერთს ეწებ და რა ვიცი ხუთი გამოჩნდა ჯერჯერობით და კიდე კაცმა არ იცის რამდენი გამოჩნდება ჯერ კიდე ვერ დამშვიდდი იმიტომ რომ აი თვენახევარი წესიერად არ მწინავს იმიტომ რომ კიდე მოლოდინის რეჟიმში ვარ არ ვიცი გამოჩნდება რამდენი გამოჩნდება როგორი გამოჩნდება როგორ მიმიღებს ან როგორი ადამიანები იქნებიან საერთოდ და კიდე რას გავიგებ და ძალიან მაინტერესებს რა თქმა უნდა ბიოლოგიური დედა რეალურად როგორი ადამიანი იყო ჩემთვის ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია არ აქვს მნიშვნელობა კი რა თქმა უნდა დედას ვერავინ ვერ შემიცვის უკვე დედა ჩემი არის ვინც აღოზარდა ის დედა მაგრამ აქვს ყველაფერს მნიშვნელობა და ძალიან მიხარი ყველაზე მთავარი ის არის რა ვიცი ის რაოდენობას და ბინ არის კი აი რამდენად კარგად მიიღებს შენი რა თქმა უნდა ნახევარ და თუ ნახევარს მაგრამ ეს მთლიანი და ძალიან მადლობა ორივეს კიდევ ერთხელ აბაშის რაიონის სოფელი ქოლუბანის მცხოვრებლებს ვთხოვ დახმარებას და რა თქმა უნდა ანონიმურობა გარანტირებულია ასევე სამტრედიელებს თუ ვინმეს ოდნავ ყური მოგიკრავთ რამე გაგიგიათ რამე ინფორმაცია შეიძლება რომ გქონდეთ ძალიან ვთხოვთ დამიკავშირდეთ პირადში თქვენ სახელს და გვერდს ვერავინ გაიგებს დედამიწის სურგს ასე რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენ გილოცავთ კიდევ ერთხელ ერთმანეთის პოვნას დედასაც ძალიან მალე ვიპოვეთ უბრალოდ დროის საკითხია და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის მადლობა. მადლობა თქვენ გულს რო ესე დაგვაკავშირეთ ერთმანეთს. მადლობა სტუმრობისთვის. აი ხარ. თქვენ მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.